მშობლები იმ ფენას თუ წრეს ეკუთვნოდნენ, რომლებსაც საბჭოთა ეპოქაში უბრალოდ ინტელიგენცია ეწოდებოდა. ისინი გეოლოგები იყვნენ, მეცნიერების ყველაზე მხიარული და სათავგადასავლო დარგის წარმომადგენლები. საველე ცხოვრება, კარობი, მოგზაურობა, თავგადასავლები. ამ საქმეს უმეტესად ბავშვურად ცოცხალი ინტერესებისა და ემოციების ადამიანები მისდევენ. ალბათ თვითონაც მშობლებისაგან დაყვა ცოცხალი ინტერესი, ყველაფერი იმის მიმართ, რაც სამყაროში, თუნდაც მისგან ყველაზე მოშორებულ წერტილში ხდებოდა. მაგალითად 1968 წელს კლასთან ერთად გაფიცვა მოაწყო ამერიკული ჯარების ვიეტნამიდან დაუყოვნებლივ გაყვანის მოთხოვნით. ამ ინციდენტს მართალია ამერიკა არ შეუშინებია, მაგრამ ალბათ უშიშროების სამსახურში რომელიღაც რიგითმა ჩინოვნიკმა უბის წიგნაკში პატარა ჩანაწერი გააკეთა სახიფათოდ აქტიური და არანაკლებ სახიფათოდ განვითარებული გონების მოზარდის ვინმე რევას ადამიანის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩათვალა, რომ ოჯახში 3 გეოლოგი მეტისმეტი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების პროფესია ძალიან იზიდავდა და მოგზაურობა ყველაფერს ერჩივნა, მაინც ბიოლოგობა აირჩია. პოლიტიკიდან ძალიან შორს ვიყავი. მთელი ახალგაზრდობის განმავლობაში არასოდეს არ ვერეოდი პოლიტიკაში. მეცაც გეტყვით კომუნისტურ პარტიაში არასოდეს არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო მეუბნებოდა, რომ თუ გინდა რომ ასე ვთქვათ, კარგი მეცნიერი იყო და გზახსნილი ქონდეს, აუცილებლად კომპარტიაში უნდა შეხვიდე. რადგანაც მე დისიდენტი არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ სურვილი ამ კომპარტიაში შესვლის არ მქონდა. როდესაც ძალიან გაიზარდა პრესი, თქვი რომ კარგი მეთქი ერთადერთი ესე იგი პირობა მაქვს. ერთ-ერთ შემთხვევაში შევა კომუნისტურ პარტიაში. ეს ხდება 1974 წელს. აი თუ დამნიშნავენ, მეთქი დამოუკიდებელი საქართველოს ელჩად გაეროში, მაშინ დავთანხმდები და შევალ კომპარტიაში. ნუ ეს ისეთი არგუმენტი იყო, როგორც ახლა აი თუ მთვარეზე გამიშვებთ და იქ გავისერინებ, შესაბამისად. აღმოჩნდა რომ თურმე ეს დრამები ხდება. მაშინ ამდენად არ ვიცოდი. დაახლოებით 13 წლის შემდეგ ხალხი არა მარტო ხმამაღლა ალაპარაკდა დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ, არამედ აყვირდა და აყაყანდა კიდეც. თავისუფლებასთან ერთად ეროვნული იდეებით გამსჭვალულ ქართველებს პოლიტიკაც ყოვლის წამლეკი ტალღასავით შეუვარდა სახლებში. გულგრილი და აპოლიტიკური მაშინ აღარავინ დარჩენილა. პირველი ხელისუფლება, რომელიც საქართველოში იყო, ძალზე არასწორად წარმართავდა პოლიტიკას, დამთავრდა შემდეგ საქართველოს ომით და ყველა ეს მაშინდელი ლოზუნგი აქ ეროვნული ცირკი, ეროვნული ზოოპარკი, ეროვნული ასანთი ეს იყო სრულიად კატასტროფული შედეგების მომდანი საქართველოსთვის, რასაც ეხლაც სხვათა შორის ვიმკით. პოლიტიკურად გააქტიურებულმა ბიოლოგმა ერთი-ორჯერ მწვანეთა პარტიის შეკრებაზე შეიარა და რამოდენიმეჯერ საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა. მას ყურადღება ზურაბ ჟვანიამ მიაქცია და ერთხელაც კახაჩიტაიას პირით მოწვევა შეუთვალა სახელმწიფოს ახლებური მოწყობის შესახებ სასაუბროდ. ასე დაიწყო რეზუ ადამიან მოღვაწეობა მწვანეებში. ჟვანია ადამიანზე 11 წლით უმცროსი იყო, მაგრამ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მალე გადაფარა ინტერესმა, რომელიც ერთმანეთის აზროვნებისადმი შეხვედრიდან შეხვედრამდე ემატებოდათ. ჩვენი მიზანი არის მაინც ისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება. იმიტომ ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია ან ჯგუფი ადამიანებისა თუნდაც ძალიან დიდი ვერ მოახერხებს ნამდვილად, რომ გადაარჩინოს საქართველოს ეკოლოგიურ კატასტროფას. ჩემთვის გარკვეული, ასე ვთქვათ, ბედის მომატრიალებელი შეხვედრა იყო, იმიტომ რომ შემდგომ ამ შეხვედრამ მიმოქმედა ჩემს განვლილ ცხოვრებაზე. იმ თვალსაზრისით, რომ მასთან ერთად დიდი ხანი მომიწია მუშაობამ. მართლა ძალიან საინტერესო პერიოდში, როდესაც ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფო, მეტ-ნაკლები წარმატებით, ზოგჯერ არც თუ ისე კარგად, ზოგჯერ კარგად, მაგრამ ის რომ ახლა სახელმწიფო არსებობს, რა თქმა უნდა, მაშინ ჩაეყარა საფუძველი. 1992 წლის არჩევნების შედეგად საქართველოში შედგა ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც კი ოდესმე კაცობრიობას შეუქმნა. მასში ერთდროულად 26 პარტია მოხვდა. ეს ფაქტი დროის თვალსაჩინო ნიშანია.
პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლსაშიში პოლიტიკური დებატები როგორმე ქუჩებიდან ცივილიზებულობის ფარგლებში, მაგალითად პარლამენტის ხდომათა დარბაზში გადაადგილებულიყო. იქ სხვა თუ არაფერი იარაღის შეტანა სუსტად, მაგრამ მაინც კონტროლდებოდა. სწორედ ასეთ პარლამენტში ამოყო თავი თბილისის ოლქში მწვანეთა პარტიის მეორე ნომერმა რეზო ადამია. მე მახსოვს ესეთი გრძნობა, რომ აი ამფითეატრში რომ შეხვიდოდეს, სიძულვილის ტალღები მოდიოდა ზევიდან. იყო რამდენიმე ესეთ მოღვაწე, რომელიც განსაკუთრებით გამოაფრქვევდა ამ სიძულვილის ტალღებს, იქიდან გამოსვლისას ესეთი ტვინის ფორმატს ამფითეატრის გიჩნდებოდა. არ ველს ამას და ლაპარაკობს არა ერთ თემაზე, რაზედაც მიეცა სიტყვა. ვიღაცა ნაბიჯვარდა სიტყვა წამართვა. მე ლაპარაკობ ის წესით და მეტი არ ვიცი. მე მგონი სწორედ ის ხდომა იყო, როდესაც საშლელებს ისროდნენ და ბორჯომებს ასხამდნენ ერთმანეთ. მაშინ მე და ზურაბ ნოღაიდელი ვიჯექთ გვერდზე და მე მგონი ისეთი იშვიათი ხუმრობა თქვა მაშინ ზურაბ. მე უთხარი რომ ზურაბ მეთქე შეხედე ეს არის ჩვენი ესე იგი პარლამენტი ანუ ჩვენი საზოგადოების ნაღები მეთქი და მეთქვა არაო ეს მართლა ნაღებია ჩვენი საზოგადოების. დანარჩენი ჭრელი საზოგადოებისაგან ჟვანიას გუნდი მაშინვე გამოიკვეთა. აბსურდამდე მისულ პოლიტიკურ მახველსიტყვაობაში მათი მოთხოვნები ყოველთვის გამოირჩეოდა. სწორედ მწვანეების აქტიურობამ შეაჩერა საქართველოს ეკოლოგიისათვის საშიში, ხუდონ ჰესისა და ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტები. სანამ მავანი თანამდებობებს, წილებს და გავლენის სფეროებს მაფიოზური მოხერხებულობითა და საქმოსნური მოხდენილობით ინაწილებდნენ, ჟვანიას გუნდი ევროპის მწვანეთა კავშირში გაწევრიანდა. ეს იყო პირველი ფანჯარა ევროპაში საქართველოსთან. ხო, პრივილეგია ჟვანიას გუნდის წევრობას ნამდვილად არაფერი არ ქონია. მე ვიტყვი, თუმცა ერთი სერიოზული პრივილეგია იყო ჩემი აზრით. ის რომ მე ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში და ამ ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელსაც შემიძლია მივმართო იმ საკითხებით, რომელსაც მე ვერ ვწყვიტავ, ჩემი დონე დაუშვათ არ ყოფნის, ძალის თუ ძალაუფლების თუ რაც ამას თანსდევს და ვიცი რომ აღქმული იქნება სწორად. ზურა იყო სწორედ ესეთი გარანტი ჩემი აზრით არა მარტო ჩემთვის, არამედ საერთოდ ყველა ნორმალური ადამიანისთვის საქართველოში, განსაკუთრებით ინტელიგენციისთვის. პარლამენტში მწვანეები შევარდნაძის პარტიის შემდეგ ყველაზე დიდი სიით, 11 კაციანი შემადგენლობით მოხვდნენ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მწვანეთა პარტიის წევრები არა მხოლოდ ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კომისიაში, არამედ პარლამენტის აქტივობის მთელ სპექტრში უნდა გაფანტულიყვნენ. შედეგად შეიძლება ითქვას, რომ არჩევანი არადანის პრინციპით სრულიად შემთხვევით რეზო ადამია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში აღმოჩნდა. მისი თავმჯდომარე იყო ნოდარ ნათაძე. ადამია კი ამ კომიტეტის მდივნად დანიშნეს. მისი კომიტეტის კომპეტენციაში შედიოდა ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ოდესმე ყოფილა. საქართველოში რუსული სამხედრო ფორმირებების სტატუსის დადგენა. მაშინ არ არსებობდა არანაირი ხელშეკრულება, არანაირი მყარი დოკუმენტი, რომელიც ამ უზარმაზარი ძალის იურიდიულ ვინაობას განსაზღვრავდა. შესაბამისად, არ არსებობდა არავინ, ვინც ოფიციალურად ან თუნდაც არაოფიციალურად პასუხს აგებდა მათ მოქმედებებზე. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, საქართველოში წითელი ბაზების ყოფნა არ ყოფნის და გასვლა არ გასვლის რთული თავგადასავალი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ფარგლებში მყოფ რესპუბლიკაში დაიწყო და თანაც კრემლის ინიციატივით. 88 წელს თბილისიდან თვალის დახამხამებაში გაქრა სტრატეგიული მნიშვნელობის საავიაციო ფლოტი. ამ სტრატეგიულ ავიაციაზე ბირთვული შეიარაღებაც იყო. აქ საქართველოში არის 22 აეროდრომი. 22. უზარმაზარი აეროდრომია აი დედოფლის წყაროში, სადაც სტრატეგიული ეს ბომბდამშენების აეროდრომი იყო, რომელსაც ეს ბირთვული კობინების ტარება შეეძლოთ. მაშინ ეს მთლიანად გაიტანეს აქედან. ფლოტიც გაიყვანეს. და საინტერესო ერთი ეპიზოდი იყო, ერთი ჯავახიშვილი იყო ესეთი ჩვენი ფლოტის მეთაური მაშინდელი საქართველოს, ეს არის 92-11 წელი მე მგონი და
მაშინ გადაწყვიტეს, რომ არ მიეცათ უფლება რუსებს ფოთიდან გაეყვანათ ის სამხედრო გემები, რომლებიც იქ იყვნენ ბაზირებული. და როგორ უნდა გაეკეთებინათ, ამიტომ ამ ჯავახიშვილს უთხოვს, ამ ჯავახიშვილმა რაღაც ბარჟა გაიყვანა და ფოთის პორტის ესე გადაკეტა, რომ ეს არ გასულიყო. აფერა უნდა ერთი ტორპედო ესროლეს და ჩაიძირა ის ბარჟა იქვე. მას შემდეგ, რაც შეიარაღების ყველაზე ფასეული ნაწილი გაიტანეს, რუსებმა ჩათვალეს, რომ საკმარისი იყო და საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ სამხედრო ძალას თვითნებურად უსასრულოდ გაუგრძელეს აკყოფნის ლიმიტი. თუმცა ასე თვითნებურად მსგავსი საკითხების გადაჭრა რომ არ შეიძლებოდა, ეს კრემლში ბუნებრივია იცოდნენ. როგორც ზემოთ ვთქვით, მართალია არ არსებობდა რუსული ძალების გამოკონტროლებელი მყარი დოკუმენტი, მაგრამ მცდელობა ამ დაბურული და ფეთქებადი ამბის ქაღალდზე გაშლის და ფიქსირებისა რა თქმა უნდა არსებობდა. ჯერ კიდევ 90 წლის ნოემბერში, პარიზში, დაშლის პირას მისულმა საბჭოთა კავშირმა, ვარშავის პაქტის მონაწილე ქვეყნებმა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება ორ სამხედრო პოლიტიკურ კავშირს შორის ძალთა თანაფარდობას ადგენდა. აგრეთვე ზღუდავდა მათ შესაძლებლობებს განეთავსებინათ თავიანთი შეიარაღება შეხების ხაზთან. ასეთი სახით ის თავიდან იცილებდა მოულოდნელი თავდასხმებისა და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების ალბათობას ევროპაში. მას 2 წელიწადში მოყვა ტაშკენტის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სახელმწიფოებს შორის. მისი მიზანი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღების კვოტების გადანაწილება ამ ქვეყნებზე. ამ ხელშეკრულების გაფორმება მეტისმეტად ნაჩქარევად მოხდა, რის შედეგადაც შემდგომში ყველა ეს სახელმწიფო, მათ შორის თავად რუსეთიც უკმაყოფილო იყო მათთვის მიკუთვნებული შეიარაღების კვოტებით. განსაკუთრებით კი ეგრეთ წოდებული საფლანგო კვოტებით. აი სწორედ ასეთი სანახევროდ შემდგარი დოკუმენტი იყო ერთადერთი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა წარემართა დიალოგი რუსულ მხარესთან ქართულ დელეგაციას, მათ შორის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის მდივანს. თავად მოლაპარაკების თემა უკვე გულისხმობდა, რომ დიალოგი დაძაბული იქნებოდა. მაგრამ მეცნიერს, რომელსაც მანამდე რუსეთში მხოლოდ მისივე კოლეგებთან კეთილი ურთიერთობების გამოცდილება ჰქონდა, წარმოდგენაც არ შეეძლო, რას ნიშნავს დიალოგი რუსულ პოლიტიკურ და სამხედრო ძალებთან. ყოველთვის კონტაქტი იყო და ნორმალურა როგორც ნორმალურ ადამიანებს ჩვევიათ. აქ ამ შემთხვევაში სულ სხვა ტიპის ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, რომელიც არა მხოლოდ უბრალოდ ცდილობენ თავისი ინტერესი ყველაფერში გაიტანონ, თანაც რამდენად სწორია ეს ინტერესი კიდე სხვა თემა, მაგრამ ამაში ყველაფერზე წამსვლელები არიან, მოტყუებაზე, მუქარაზე, მაშინ ცდილობდნენ ესენი, რომ ჩვენი კვოტის ნახევარი დაგვეთმო. ამაზე მიდიოდა 1 წელი მოლაპარაკება. რომ აი რადგინათ 220 ტანკი, მოგვეცით ჩვენ ნახევარი ჩვენ გჭირდა. მერე უბრალოდ რახან ჩავერთე და დავჯექი და ეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულება ვიშოვე, არ შოვებოდა აქ და ვიღაცას ვთხოვე და ჩაუმიტანეს ვენიდან და რაღაცას და წავიკითხე. აღმოჩნდა, რომ არსებობს სხვა მექანიზმი, ეგრეთ წოდებული დროებითი განლაგების მექანიზმი, რომელთაც შეიძლება ეს კვოტა რაღაცა დროებით დაუთმო და არა შენი პერმანენტული კვოტა აჩუქო. და ერთ-ერთ მოლაპარაკებაზე რომ ვზივართ და კიდევ რომ წამოწიეს ეს თემა და რაცა მე ვუთხარი, რომ ფელიქს კავალოვი იყო მაგათი დელეგაციის ხელმძღვანელი, ძველი, ძალიან გამოცდილი, მაღალი რანგის დიპლომატი. რომელსაც ბევრი რამე გვასწავლა სხვა შორის და რომელსაც ერთხელ უთხარით რაღაც სადღეგრძელოში, რომ სადაც სუფრაზე აქ წანიში მე მგონი, რომ აი ფელიქს ნიკოლაევიჩი მან ესე იგი ძალიან ბევრი გვასწავლა ჩვენ როგორც დიპლომატებს და ამას ძალიან გაწიწმობდა და თქვა, რომ к сожалению, эти знания не пошли на пользу России. ხო და ფელიქს უთხარი, რომ ფელიქს ნიკოლაევიჩი მოთხარი, აი რატო გინდათ რომ ჩვენი კვოტის ნახევარი წაიღოთ? აი აიღე დროებითი განლაგების ის მექანიზმი და ამას მოგცემ და გაჩუმდნენ. მიხვდნენ, რომ ქართულ დელეგაციაში ვიღაცამ წაიკითხა ხელშეკრულება და რაღაცა ვერაბანთაძე მეშ დაუკანდა ყურში მეუბნება, რომ ამათი სიჩუმის ყოველი წამი გულზე მალამოთ მეცხება. მერე ფელიქსამ თქვა, ну что скажут наши военные, да?
Მათ თქვენს რაღაცა რომ нам американцы не позволят, да. Как просто сашвачи Америка. რუსეთში საქართველოს და პირიქით საქართველოში რუსეთის მტრის ხატად ჩამოყალიბების პროცესი უფრო რთულად წარიმართა, ვიდრე მოვლენათა განვითარების ერთი შეხედვით ლოგიკური ჯაჭვი მოითხოვდა. მიუხედავად დღესავით ნათელი ისტორიული წარსულისა, სადაც ისე როგორც ხელის გულზე ჩანდა, ვინ ვის რა არგო და ვინ ვის სადუღალატა, ერთმორწმუნე ქვეყნებში ურთიერთშუღლი უფრო ქრესტომათიულ, კულტურულ, თეორიულ სახეს ატარებდა. ისტორიამ და ჩვენი ხალხების ბედმა დაადასტურა სიმართლე იმ ერთადერთი სწორი გზისა, რომელსაც ჩვენი წინაპრები 2 საუკუნის წინათ დაადგა. ამიტომაც გვეზეიმება. ამიტომაც გვესახება კიდევ უფრო დიდი მომავალი. არც დაილევა ზეიმი ჩვენში. ასე იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე. დაშლას მიძინებული ეროვნული ინტერესების გაღვიძება მოყვა და თანაც ქართველებსაც და რუსებსაც მოუწიათ იმ ფაქტთან შეგუება, რომ ბარიკადების საპირისპირო მხარეს რეალურად დგანან ცნობიერებით, სულით და ხორცით. აფხაზებთან პოულობდით საერთო ენას. რაღაცას მივახწევდით თითქოს რომ აი შეიძლება დარეგულირდეს ან ესე ან ისე, მერე წავიდოდნენ ესენი რუსებთან, იქიდან მოვიდოდნენ აღარავითარ შემთხვევაში მოვიტანდნენ რაღაც ისეთ ტექსტს, რომელსაც ყურადღებით რომ წაიკითხავ, აუცილებლად სადღაც ნაღმიდებს. თითქოს მაგიტომ იყო რომ სხვა ჩვენს მაშინ არ მოეწერა ხელი არც რაღაცა შეთანხმებას ცეცხლის განუახლებლობის შესახებ, რადგან ეხლაც არის ლაპარაკი, ხო, ეს ევროპელი პარტნიორები ეხლაც მაგაზე გვაწვევიან და გვეჭვ რატო არ მოაწერეთ. იმიტომ არ მოაწერეთ, რომ სწორედ რუსების მხრიდან იყო ჯეთი თუნდაც ის რომ ითხოვდნენ რომ რუსეთი ყოფილიყო გარანტი. ნუ რისი გარანტი უნდა ყოფილიყო, ჩვენი პოზიცია იყო რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს გარანტი. ან ისეთ ფორმულირებას გვთავაზობდნენ, რომელშიც აი სტატუსურზე, რომელშიც ცხადი იყო რომ ბოლოში დამთავრდება იმით, რომ აფხაზეთი შეიძენს აფხაზური უბრალოდ ხელისუფლება შეიძენს ლეგიტიმაციის საშუალებას რომ გავიდეს საქართველოსთან, რადგან ბუნებრივია. ვერ დავთანხმდებოდით. პირველი ჩარჩო ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ბაზების შესახებ 1995 წელს იდება. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ თავი მოიტყვა თუ გულუბრყვილობა მსძლია და კვლავ რუსეთისაკენ მიაპყრო ნდობით სავსე მზერა. ერთმანეთში რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ხვდებიან. დღე-დღეზე კი საქართველოში მთელი რუსული გენერალიტეტი ჩამოვა. განხილვის საგანია საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების ყოფნის ვადები. ციფრები მეტად განსხვავებულია. რუსები 25 წელს მოითხოვენ, ქართველები 10-ზე მეც ვერ იმეტებენ. რეზო ადამია ხვდება, რომ ამაზე მეტად სიტუაცია აღარ დაიძაბება და მოლაპარაკებიდან პირდაპირი გაგებით აქტიურ ქმედებაზე გადადის. ღამის 4 საათია რუსეთში საელჩოში ვზივართ და ვერ თანხმდებით. და ბოლოს მიშას უთხარი უკლებას, მიშა უკლება იყო მაშინ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი და მიშა მეუთხე ნახე ამათ რა უქნა და ამ ფელიქს კავალიოს ესე ავიღეს ხელშეკრულება და ავიღე და შევაყარე ეს სახეში და უთხარი Феликс Николаевич, вот вы мне уთხარი. Все ваши действия направлены на то, чтобы окончательно испортить российско-грузинские отношения, да? Хочу на 15. Аро 15 წელზე ჩამოვიდა. მაგრამ მაინც არ დავთანხმდით. ასე რომ საბოლოოდ გასატანი გახდა სამ ვერსიად 10, 15 და 25 წელი. და მეორე დილას შეხვედრა იმელის შენობაში მთელი ეს გენერალიტეტი ზის და გრაჩოვმა აიღო სიტყვა და 15 წუთი ილაპარაკა, რომ აი ყველაფერი შევათანხმეთ. მაგრამ ეს თქვენი დიპლომატები და ჩვენსკენი შევსთით არ თანხმდებიან იმაზე, რომ 25 წლით მოგცენ ბაზები. აიო, მე არგუმენტი მაქვს. აი სომხეთმა უკვე მოაწერა 25 წლითო. და ესენი არ თანხმდებიან. და ეს გაიმეორა ერთი 10 ჯერ, რომ აი Армения уже подписала, а вот эти ваши дипломаты. Შევარდნაძემ უთხრა, რომ выиграть им ჩვენსკენი შევს. Вторую половину Азербайджана дайте, они тут же согласятся. Ну, ჩამოვარდა სიჩუმე.
იმიტომ ვერ მიხდნენ, ხო, უნდა გაიცინონ თუ უნდა რა უნდა ქნა. ბოლოს თვითონ შევანაძე რომ გაიცინა, მე ატახეს ყაღალი. ქვეყნის მეთაურს უკვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ რუსული ჩექმის პოლიტიკა საბჭოთა კავშირის გარეშეც იგივე დარჩა. ქვეყანას უმძიმესი წლები ჰქონდა გავლილი. დამოუკიდებლობიდან პირველი მეტნაკლებად მშვიდობიანი წელიწადი 94 წელი იყო. წლის პირველი სენსაცია. ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა, რომელიც გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნდა 6 იანვარს. 3 თებერვალს კი საქართველოს ელცინი ესტუმრა და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა. მარტის დასაწყისში შევარდნაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია და მიაღწია შეთანხმებას აფხაზეთში გაეროს დამკვირვებლების განთავსების შესახებ. რუსებმა გაეროში იურიდიულად გაიფორმეს სამშვიდობო სტატუსი აფხაზეთში და გაეროს დამკვირვებლები უფუნქციოდ დატოვეს. რუსი ცისფერჩაფხუტიანები პოზიციებს იკავებენ. უსაფრთხოების ზონაში ლენინგრადის, ციმბირის და ურალის ბატალიონები შევლენ. ისინი ენგურის მარცხენა სანაპიროზე განლაგდებიან და 7 საკონტროლო პუნქტს გახსნიან. ქართული პოლიტიკა ანკარა წყაროსავით გამჭირვალე იყო. ქართველები ცდილობდნენ დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებას, მაგრამ ანგარიშს უწევდნენ ჩრდილოელ მეზობელს, რომელზეც მთლიანად იყო დამოკიდებული საქართველოში ენერგომომარაგება და მშვიდობა. ხელისუფლებაში უკვე დაიწყო რუსეთის კარნახით მინისტრების დანიშვნაც. ძალიან დიდი ხანი ვიმუშავეთ ამ თემაზე და ბოლოს მთავრდებოდა ეს ყველაფერი, როდესაც გრაჩოვი, მაშინდელი ესე იგი საყვარელი გრაჩოვი, რომელიც სრულიად ესე იგი ღიად ამოვდა, რომ ქართველები ღებავენ თავის თვითმფრინავის და ბომბავენ სოხუმს, ის უნდა ჩამოსულიყო და იმ დროისთვის უნდა ეს არის 94 წელი და უნდა მომხდარიყო ხელმოწერა. გრაჩოვი ჩამოვიდა, მანამდე ვარდიკო ნადიბაიძე გახდა მისი ნათლია, ეს დამთავრდა, ეს უბრალოდ გაგრძელდა ერთკვირიანი ლოთობით სადღაც ანანურში, ისე რომ ძლივს მოასულიერეს პაშკა მერსედესი. მერე დაყოფილიყო ხელმოწერა ბრძანეში. ხელშეკრულებას რუსი სამხედროების შესახებ ხელი ვარდიკო ნადიბაიძემ და გრაჩოვმა მოაწერეს. თუმცა ეს დოკუმენტი თავისთავად მკვდრად შობილი აღმოჩნდა, რადგან რუსების დაჟინებული 25 წლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ შევარდნაძის მოთხოვნით ჩაიწერა 2 შენიშვნა. პირველი, რომ აფხაზეთში უნდა აღდგეს საქართველოს იურისდიქცია და მეორე, რომ რუსეთი საქართველოს უნდა დაეხმაროს ჯარის შექმნაში. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება დოკუმენტის რატიფიცირება. ასე გამოეკიდა კიდევ ერთი რუსულ-ქართული შეთანხმება ჰაერში. ამ დროისათვის რუსული სამხედრო ძალები საქართველოში დაახლოებით ასე გამოიყურებოდა. სამხედრო კონტინგენტი დალოკალიზდა 4 ძირითად ბაზად: ბაზიანი, ახალქალაქი, ბათუმი და გუდაუთა. აქა-იქ ისევ დარჩა სხვადასხვა ტიპის დანაყოფებიც. გარდა ამისა, შტაბი იყო თბილისში და საიდუმლო მიწისქვეშა პუნქტი მცხეთაში. რუსი სამხედროები აშკარად აღარ ქრინდნენ დესტაბილიზაციას, მაგრამ სერიოზულ გარანტიებს წარმოადგენდნენ მათთვის, ვისაც თქვათ სახელმწიფოს დაშლა მოუნდებოდა. ბათუმის ბაზა საყრდენი იყო ასლანისთვის და ასლანის მთელი ძალაუფლება ემყარებოდა რუსულ ბაზებს. ხომ ეს ხო სულად ნათელი იყო. ახალქალაქში ბაზა იდგა იმისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პროვოცირება შესაძლებელი ყოფილიყო იქ მოსახლე სომხური მოსახლეობისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან. და ვაზიანი იყო იმისთვის, რომ რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო დედაქალაქთან, რომ ნებისმიერ დროს აქ ვაზიანის აეროდრომზე ჩამოეყვანათ ნებისმიერი კონტინგენტი, რომელიც იქ ვაზიანიდან ნახევარ საათში ქალაქის ცენტრში იქნებოდა. აქ რაც არ გინდა ისაკნა. არა, ასე არ არის. აქ თუ დაიწყეს იმგენმა ვაიბულზე ისწია რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატის რეზო ადამიანსათვის ძალიან მალე გახდა ნათელი, რომ ომის რეალური საფრთხე რუსეთთან ჩვენს ქვეყანას ალბათ არასოდეს არ მოშორდება. ამას გეოგრაფია განაპირობებს. სრულიად უშედეგო და უპერსპექტივო ნადიბაიძე გრაჩოვის ხელშეკრულების შემდეგ, როდესაც ქართველები დარწმუნდნენ, რომ აფხაზეთში ქართული იურისდიქციის აღიარება არ იქნება, კვლავ განახლდა მოლაპარაკებების დიდი პროცესი. ქართველები ყველა უბედურებას აბრალებდნენ რუსეთს. რუსეთს თავის მხრივ მუდმივად საფრთხე ელანდებოდა საქართველოდან. სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა უკიდურესობამდე.
მაგალითად 99-ში პანკისის გამო, როდესაც ელცინმა შევარდნაძეს მოსთხოვა ნებართვა, რომ რუს სამხედროებს საქართველოში ჩაეტარებინათ სამხედრო ოპერაცია ჩეჩნების წინააღმდეგ და შევარდნაძისაგან კატეგორიული უარი მიიღო. ამან ძალიან გააღიზიანა ელცინიც და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინიც. იყო ინციდენტები კოდორშიც, რომელმაც დიდი გაუგებრობები გამოიწვია. კოდორი პერიოდულად აინთებოდა, ჩაქრებოდა. და ამას ჩვენს უწყობდით ხელს. ეხლა აღარ გვინდა გახსენება, თორე დილას პახმელიაზე რო გამოვიდოდა და მას რო ესწროდა კავკასიონის ხაზს და მთელი საქართველო რო ბნელდებოდა, ეს აქ ხო რუსები არაფერ შუაში არ იყვნენ, ხო ჩვენ ვიყავით. ისე მე ვერხი კოდორში რო ჩავედა, ვნახე რომ 500 კილოვოლტი გაზდის კაც ეზოში და თვითონ შუქი არა აქვს, საერთოდ არასოდეს. უბრალოდ არა აქვს. ну, ცოტას რო დალევს, ნამდვილად მოუნდება, რომ ეს იზოლატორი გახეთქოს კალაშნიკოვით. რა თქმა უნდა, კოდორის ინციდენტები ამ ჟანრში არ გაგრძელებულა. მასზე რუსეთს დიდი ხანია თვალი ეჭირა. რაც უფრო მჭიდროვდებოდა საქართველოში თავდაცვის საკითხებში კონტაქტი ამერიკელებთან, მით უფრო მდიდრდებოდა რუსი სამხედროების ფანტაზია. მიზეზები რატომ გადმოსხეს 80 კაციანი დესანტი? დაბომბეს სხვა ქვეყნის ტერიტორია მრავალფეროვანი იყო. 1999 წლის ნოემბერი. ქართული დიპლომატები ემზადებიან სტამბოლის სამიტისათვის, სადაც უნდა შედგეს შეთანხმება ევროპის ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების ადაპტაციის შესახებ. ამ დოკუმენტის მიღების აუცილებლობა გამოიწვია დისბალანსმა მონაწილე მხარეებს შორის. ნატო ვარშავის ხელშეკრულებისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხარჯზე გაფართოვდა. ამ სამიტზე აუცილებლად განიხილავენ საქართველოდან რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანის საკითხს. ეუთოს სამიტზე საქართველოს მხარეს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაყარიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, მაშინ ჯერ ახალგაზრდა გამოუცდელი ბათუ გუთელია, ნიკა ვაშაკიძე, დავით ბაქრაძე და პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რეზო ადაბიო. სტამბოლში ჩაფრინდა ედუარდ შევარდნაძე. მაშინ ძალიან ხისტად დაუყენეთ საკითხი, რომ პირველ ეტაპზე ორი ბაზა, ეს არის ვაზიანის ბაზა და გუდაუთის ბაზა, უნდა გავიდეს. და ძალიან მძიმე საუბარი იყო, რომელიც დამთავრდა, მთავრდებოდა იმით, რომ აი თუ არ გავალთ, მაშინ რას იზამთ. მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ გამოგაცხადებთ თქვენ როგორც არალეგალური ოკუპაციურ ჯარს. ну, ასეთ შემთხვევაში წავალთო მაშინ და იელცინს ვკითხავთ, რომ წავიდან ღამის 3 საათზე მთვრალი იელცინს კითხეს და იმას მე მგონი ეძინებოდა და თქვა, რომ აი წავიდნენ და დავანებოთ თავი ამ ქართულს, გავიყვანოთ ეს ორი ბაზა. მაშინ მოეწერა ამას ხელი ამ ორ ბაზას და მე მასვე დაერთო დოკუმენტი, რომელმაც რეალურად ჩადო საფუძველი იმის, რომ დაანჩენი ორი ბაზაც გასულიყო. 2001 წელს უნდა დამთავრებულიყო პროცესი მთლიანად ბაზების გაყვანის. სტამბოლის სამიტზე ქართულ დელეგაციას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა დასავლელი მეგობრებისაგან. ამერიკელებთან 24 საათიან რეჟიმში მიდიოდა კონსულტაციები. დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა რუსებზეც. შეიძლება ითქვას, მანამდე უპრეცედენტოც. მაშინ ამან გაჭრა და ელცინის მეთაურობით რუსულმა დელეგაციამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. ელცინის პრაქტიკულად ჩვენთან შეხება ნაკლებად ჰქონდა, უბრალოდ ბარბაცით რო გაიარა, მივხვდით, რომ უკვე მიიღო ის, რაც უნდა მიიღო. მაგ სამიტზე იყო, როდესაც დაემუქრა ამერიკელებს და იქ მუშტები ურტყა და მე ადგილად წავიდა და დალია. მაგრამ თურმე აღმოჩნდა, რომ ესე მსმელი ელცინი ბევრად უფრო კარგია რუსეთის პრეზიდენტად, ვიდრე არამსმელი, ესე იგი კარატისტი და მოთხილამურე პუტინი. სტამბოლის შეთანხმებას ხელი მოაწერა 30 ქვეყანამ, ნატოს ქვეყნებმა, ტაშკენტის ხელშეკრულების ქვეყნებმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა. რატიფიცირება კი მოახდინეს მხოლოდ ბელორუსიამ, ყაზახეთმა, რუსეთმა და უკრაინამ. ამიტომ ხელშეკრულება ძალაში ვერ შევიდა. საქართველომ და მოლდოვეთმა უარი გამოაცხადეს რატიფიცირებაზე, მანამ სანამ რუსეთი არ შეასრულებს ვალდებულებას ჯარების გაყვანის შესახებ. სწორედ ამ მიზეზით ნატოს წევრი სახელმწიფოებიც ღია ტოვებდნენ საკითხს და ითხოვდნენ რუსეთისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. თუმცა რუსეთს ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვს, რომ ხელშეკრულებას ევროპის ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ სტამბოლის შეთანხმებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. 2008-ში კი პუტინმა ახალი ერა დაიწყო რუსეთ-დასავლეთის სამხედრო ურთიერთობებში.
განაცხადა რა, რომ აჩერებს რუსეთის მონაწილეობას ამ ხელშეკრულებაში. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დოკუმენტი, რომელსაც 99-ში სტამბოლში მოეწერა ხელი. რუსული დიპლომატიის უდიდესი წინააღმდეგობის დაძლევას ქართული მხარე 3 დღე-ღამის განმავლობაში ცდილობდა. ეს ის იშვიათი მომენტი იყო, როდესაც პატარა ქვეყანამ შეძლო თავისი ინტერესების სასარგებლოდ დიდი ქვეყნის იმპერიული ინტერესები დაემარცხებინა. ესეთი რამე მოუგეთ მაშინ რუსებს სპეციალური ზეიმის საგანი იყო. ეს დოკუმენტი იყო ნაწილი ადაპტირებული ხელშეკრულების, ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების ნაწილი. ამიტომ რეალურად ეს იყო ერთობლივი განცხადება საქართველოსი, რომელიც შევიდა ამ პაკეტში. პაკეტს ხელი მოეწერა ბოლო დღეს მთლიანად 30-ვე პრეზიდენტმა, მათ შორის კლინტონიც იქ იყო და მაშინ მოეწერა ხელი. რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების, ხელშეკრულებების, პირობების, ტრაქტატების და ასე შემდეგ უამრავი დოკუმენტის ისტორია გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს. ძალიან ხშირად ისინი აწერდნენ ხელს, მაგრამ მას შემდეგ რაც სწორედ ისეთი იყო ტექსტი, როგორიც სურდათ, ან მაინც აწერდნენ, ან არასრულებდნენ. ამ დოკუმენტის სრული უგულებელყოფა რუსეთმა ვერ შეძლო და საქართველოსთან დაიწყო ბაზების გაყვანა. თუმცა ეს არასოდეს შეხებია გუდაუთის ბაზას. აჭარიდან კი ისინი მხოლოდ ასლან აბაშიძის წასვლის შემდეგ გავიდნენ. შეცდომა 2008 წლის აგვისტოში გამოასწორეს და ქართველებმა ისევ ვიხილეთ ჩვენი სამშობლოს ძირძველ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბრიგადები. ესეთი კითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად მეკითხებიან მეგობრების და აი რას გვერდჩიან ეს რუსები, რა უნდათ ჩვენგან? ხო, აი ამდენი ხანი გავიდა და რატო გვებძიან ამ ქვეყანას, ხო რა დაუშავეთ? ეს მართლაც ესეთი კითხვა, რომელზეც მეც ბევრი მიფიქრია რა. რომ რა თქმა უნდა ჩვენი ბრალიც არის, განსაკუთრებით აი სულ დასაწყისში ჩვენი დამოუკიდებლობის, როდესაც რაღაცა ეს ნაციონალისტური იდეების მოზღვავება იყო, მაშინ ამან შექმნა რაღაც ფონი ესეთი, რომელსაც გამოიწვია რუსეთის როგორც ასე ვთქვათ, სოციუმის გაღიზიანება. მაგრამ ძირითადად მე მაინც გონია, რომ არის დოქტრინა, რომელიც რუსებმა მიიღეს როგორც სამოქმედო და რომელიც მომდინარეობს მე ღრმად ვარ დარწმუნებული ბატონი პრიმაკოვისგან. პრიმაკოვი მაშინ იყო ჯერ საგარეო დაზვერვის უფროსი და მერე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მერე კი იყო პრემიერ-მინისტრი. მაგრამ აი დაზვერვის უფროსობის დროს მათ მიიღეს ესეთი თეზა, აი როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი, რომ რუსეთი დიდია და ძნელი იქნება ამ რუსეთის ამ დანგრევის პერიოდიდან გაჩერება ამ დანგრევის და მერე ახლის აშენება და ეს პატარები ხო ჩქარა გაიქცევიან და ჩქარა შეუერთებიან დასავლეთს, მოძებნიან თავის გზას და მისდევს რომ ესე არ მოხდეს, მოდი ამათ რაღაცა პრობლემები შევქმნას. ეს პრობლემები შეუქმნეს ყველას. ჩვენ რა თქმა უნდა როგორც სამხრეთელებმა და ექსპანსიურებმა პირდაპირ ვდურთ ესე იგი ამ დაგებულ ხაფანგში დაწყებული 92-დან და ეხლაც ვაგრძელებთ ამ ხაფანგში ჩახტომას პერიოდულად. პარლამენტში მწვანეთა პარტიიდან მოხვდა. დალამის შემთხვევით აღმოჩნდა უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტში. ასე რომ არ მომხდარიყო ეკოლოგიურ პრობლემებთან მოუწევდა ბრძოლა. ეს პრობლემა დღევანდელი მსოფლიოსათვის რუსეთის და ირანის შემდეგ მეორე ადგილზეა. პარლამენტარი რეზო ადამიანის კარიერა კი შემდეგი გზით წარიმართა. უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის მდივნის პოსტიდან თავმჯდომარის თანამდებობაზე 1995 წელს გადაინაცვლა. 2001 წელს იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი. ამავე წელს მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დაირჩიეს. 2002-ში მას პრაქტიკულად მთვარეზე გასეირნება შესთავაზეს. შევარდნაძემ უკვე ოპოზიციაში წასული ადამიან გაეროში საქართველოს ელჩად დანიშნა. ამ თანამდებობის ნაცვლად მისთვის კომუნისტურ პარტიაში შესვლა არავის მოუთხოვია. ვიცით, ეხანდელი გადასახადიდან რო უყურებ ძალიან საინტერესო იყო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ბედით, რომ ამ დროში, აი დაწყებული 92-დან მომიწია ამ ქვეყნის
რაღაცა ისეთ ადგილას ყოფნათ ამ ქვეყანაში, სადაც რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება ხდება და სადაც რაღაცას ახალს აკეთებ, ისეთ რომელიც არ გაკეთებულა. ძალიან დატვირთული, ძალიან საინტერესო, ძალიან ნაყოფიერი პერიოდი იყო აი 95-დან 2000-მდე, 2001-მდე. როცა მართლა, ჩემთვის ისეთი დრო იყო, რომ დილის 8 საათიდან ღამის 3 საათამდე პრაქტიკულად ვერ გამოდიხარ სამსახურიდან. ყველა ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად მრავალფეროვანია, რომ უზარმაზარი დრო, ენერგია მიაქვს და ეს არ არის დასანანი, არც ეს დრო და არც ეს ენერგია. რა თქმა უნდა, სრულებით განსხვავებული პერიოდი იყო გაერო, ესეც ძალიან სერიოზული დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ არა იმიტომ რომ ნიუ-იორკში ცხოვრობ და არა თბილისში, არამედ იმიტომ რომ ეს მართლაც უნიკალური მექანიზმია ეს გაერო, რომლითაც შესაძლებელია და ხედავ შესაძლებლობებს, როგორ შეიძლება გლობალური განვითარება მოხდეს. ჩვენი კონკრეტული პატარა ქვეყნის პრობლემიდან დაწყებული დიდი გლობალური პრობლემები დამთავრებული. და ამაში ყველაფერში შეგიძლია მონაწილეობა მიიღო. ერთი წელი მე ვიყავი გაეროს მსოფლიო განიარაღების კომისიის თავმჯდომარე. და მთელი წლის განმავლობაში პრაქტიკულად აი სულ წარმართვა მქონდა ისეთი თემების და ისეთი მოლაპარაკებების, რომელსაც საერთოდ ადრე არც კი ვიცოდი ეგეთ თუ არსებობს და ამ ბირთვული განიარაღების, ჩვეულებრივი განიარაღების რა ტენდენციებია იქ არის მიუმხრობელთა დიდი ჯგუფი 70 ქვეყნიანი იქ ჩინეთი თავის თამაშს თამაშობს, აფრიკელები რაღაცას თავისას აკეთებენ, ეს ისეთი საინტერესოა რომ და რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ ეხები ამას და ამას ყველაფერს რომ მართავ და ცდილობთან რომ ეს რაღაცნაირად დაალაგო და მთელი ამ უზარმაზარი სპექტრის ქვეყნების მათი წარმომადგენლების იმ თემების რომელიც მან დაინტერესებს აქედან რაღაცა შედეგი მიიღო რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა. მის საქმიან დოსიეში ბევრი საინტერესო და ისეთი მნიშვნელობის რამეს წააწყდები, რამაც ქვეყნის მომავალზე კვალი უკვე დღეს დატოვა. მაგალითისათვის კმარა აქტიური მონაწილეობა წვრთნისა და აღჭურის პროგრამის გააქტიურებაში, რამაც ქართულ პოლიტიკას რუსეთთან დავიდარებაში მნიშვნელოვნად გაუმაგრა ზურგი. მათ ძირეულად შეცვალა სამხედრო გაწვევის პრინციპები, რამაც კომისარიატების სისტემაში კორუფციის დონე დრამატულად შეამცირა. თუმცა მისი მოღვაწეობის შეფასება ჯერ ისევ ძალიან ადრეა. თქვენ რას აკეთებთ დღეს აქ ბაქტერიოფაგში? მე შეიძლება გაგიკვირდებათ, მაგრამ ეხაც ვარ გენური ინჟინერიის და ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. საქართველოს 21 საუკუნის პრეზიდენტ ბატონ ედუარდ შევარდნაძე ისურვებთ ერთიანი ეკონომიკურად აყვავებული საქართველოს პრეზიდენტობას და მეორე ამჟამად მისმა პოლიტიკურმა აქტივობამ უკანა პლანზე გადაიწია და რეზო ადამიანს ძირითადი ყურადღების საგანი კვლავ ბიოლოგია გახდა. დღესაც ხლა ჩვენ ვზივართ ჩემ ეგრეთ ასე ვთქვათ მშობლიურ ინსტიტუტში, რომელშიც მე მოვედი უნივერსიტეტის დამთავრებამდეც კი და რომელმაც შეინარჩუნა რაღაცა სახე, რომელიც შეინარჩუნა პოტენციალი მეცნიერების, რომელიც ახლა არის ასე ვთქვათ ბრენდ ნეიმი, სახელია ელიავას ინსტიტუტის სახელია ამ დარგში მსოფლიოში. ესეთი ინსტიტუტი მსოფლიოში არ არის, რომელიც მთელი 85 წლის განმავლობაში მუშაობდა ბაქტერიოფაგების პრობლემაზე. ერთადერთი უნიკალური ინსტიტუტია. გარდა ბაქტერიოფაგისა და პოლიტიკისა, რეზო ადამიანის ცხოვრების მთავარ გატაცებათა შორის არც ყველაზე ძველი გატაცება, ხები, კარვები და თხილამურები დავიწყნია. 2 წლის იყო, როდესაც მამამ ზურგჩანთაში ჩაისვა და სვანეთში პირველი მარშრუტი განახორციელა. თები კი ისეთი რამ არის, რასაც ვერასოდეს ივიწყებენ. როგორც კი აქტიურ პოლიტიკას ოდნავ ჩამოშორდა, ისევ გაიხსენა მოთხილამურის და ინსტრუქტორის წარსული. რეზო ადამიანის თაოსნობით საქართველოში მოთხილამურეთა საბავშვო სკოლების გახსნა დაიწყო. 6 წლის ვიყავი, როდესაც მამა ჩემმა დამაყენა თხილამურზე ბაკურიანში და მე სულ ვცდილობდი მესრიალა. მაგრამ გუდაური არის, ვთქვათ, ერთ-ერთი ის, რასაც სუთავიდან ვეზიარე. იმ პირველი საბაგირო, რომელიც იქ დაიდგა 1980 წელს, იმის
ბეტონის ჩასხმის კვალი ახლაც მაქვს ზურგზე და ეს სპორტსკოლაც აი გუდაურის ჩამომყალიბებელი იყო, ამით დაიწყო სპორტსკოლით და მერე განვითარდა უკვე როგორც კურორტი. ეხლაც რაღაცნაირად ვცდილობ, რომ ამ საქმეს არ ჩამოვცილდე, იცით ალბათ შარშანწინ კოდორში დავდგით ერთი საბაგირო იქაური ბავშვებისთვის, შარშან აჭარაში ორი საბაგირო გზა ადგილობრივი სკოლებისთვის, ადგილობრივი ბავშვებისთვის, წელს იმედი გვაქვს, რომ აი ადიგენის რაიონში სამხრეთ საქართველოში უკვე ერთ საბაგირო გზას ერთ სკოლას გავაკეთებთ. ერთი 10-15 ესეთ სკოლა რომ გამაკეთებინა ჩემ დარჩენილ ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ თვისობრივად სხვანაირი იქნებიან სოფლის ბავშვები, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც ეს შესაძლებელი იქნება რომ მოხდეს. ნედან ის ბევრ ადგილას ამ ბავშვებს, განსაკუთრებით კოდორში იმას ვხუმრობდით, რომ ამ ბავშვებს პლანის და კალაშნიკოვის გარდა არაფერი არ ენახათ და მე რაც დასწავლდათ ერთი ზამთარი, მთელი ზამთარი გჟრიამული იყო საბაგიროზე. ანუ თვისობრივად სხვანაირი იზრდებიან მე ეს ბავშვები საშუალება აქვთ ერთი უფრო ჯამთელად იყვნენ მეორეს ერთი სადღაც წავიდნენ რაღაცას შეეხონ რაღაცა უფრო მეტი გაიგონ რაღაც შეჯიბრებაზე მოხდნენ გუდაურში ან ბაკურიანში ან სადმე სხვაგან და ვფიქრობ რომ კაი საქმეა